მე პირადად მახსოვს 82 წელს ვარ დაბადებული. შავი ხიზილალა რო ქონდა სახში ეგეც მახსოვს, მაგრამ მე უკვე 90-იანებში ის მახსოვს, რომ შაქარია ქონა ხოლმე, ჩაი რო დაგველია, მაგრამ მაინც იმაზრზე ვარ და არ გამიბრაზდეთ, რომ ღირდა ალბათ ეს ყველაფერი იმწამებათ, რაც გავიარეთ, რომ აი ის საშინელებას მოვშორებოთ. კი, რა თქმა უნდა. კი ვერ მოვიშორეთ. რა თქმა უნდა, ეხლა მე საერთოდ არ მინდა არც პოლიტიკაზე თემაზე ლაპარაკი, მაგრამ ეხლა ჩემ შულებს რო უყვები რომ ჟუაჩკა არ იშოვებოდა საღეჭი რეზინა უკაცრავად. არა, ის ჟუაჩკა 90-იანებში იყო ჟუაჩკა. ჟუაჩკა. რო არ იშოვებოდა 90-იანებს არ გიყვები, მე გიყვები 80-იანებს და 70-იანებს ეხლა. და ბებია ჩემი, რო ვეტყოდი ბებია, რომელიც ყველაფერს მისრულებდა, ბებია ჟუაჩკები მინდა რომ ვიყიდო და ისე შაბათკვირას ცირკთან ყიდიდნენ. პედრო იყო მაშინ. პედროს და დონალდოს და იქ თორე სხვაგან არ იყიდოდა. ამას ეხა ჩემ შულს რო უყვები, იცი ვერ გებულობს. ვერანაირად. საოცარი ფაქტი მოხდა, წელი შეიძლება მეშლება ან 74 იყო, ან 73. კანადის ჰოკეის ნაკრები იყო ჩამოსული რუსეთში. და წუთნელმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ამათი სპონსორი იყო ამ ნაკრების Bubblegum, ეგეთი კომპანია იყო. და გამოგვატანა ბევრი კევი და თამაშის მერე საჩუქრად დავურიგოთ გულშემატკივარს. იმდენი ხალხი მივიდა თამაში, რომ ჭყლეტვის გამო დაიღუპა 50-მდე ადამიანი. არ გახმაურდა ბუნებრივი რას გაახმაურებდნენ. იმის გამო რომ საღეჭი რეზინი აეღო.